წარმატება და მარცხი, მიღწევები და პრობლემები, პროფესიონალ ექსპერტთა ანალიზი და მოსაოდნელი შედეგების პროგნოზი, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები. დაუთმო დრო ქართულ სპორტს. სპორტ.com რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი ტრადიციული ორშაბათი სპორტული ტოქ-შოუ სპორტ ტაიმი. საერთოდ შეიძლება აგერიდებინა კაც თავი და დალოდინებულიყავი დამდეგ გალურის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც ზეგ 4 შაბათს გაიმართება, თუმცა აი ბოლო პერიოდში ალბათ თქვენ მონამორჩილს და საკმაოდ ასე გამოსtildeულ ვეტერან კაც სპორტში ჩახედულს და ასევე ბევრ თქვენგანს აი ბევრი რამსმენია, ბევრის მომსწრე ყოფილა, მაგრამ არა იმის რაც ახლა ხდება რა ყველაფერზე დაობს, კამათობს გარდა მთავარი კალათბურთის. არავინ არ საუბრობს კალათბურთზე და ეხლა როგორ შეიძლება საპრეზიდენტო არჩევნების წინ ელემენტალურად მართებული შეფასება არ მიცე, არ გააკეთო გარკვეული პარალელები, არ გადახედო ქართული კალათბურთის ისტორიას და იმ ბოლო იმ 12 წლიან და შესაბამისად გამომდინარე შედეგიდან თუ რა შედეგი აქვს დადებული ელემენტალურად კალათბურთის ფედერაციას, ეს არის ჩვენთვის მართლაც სათეყვანებელი და საამაყო საქართველოს ეროვნული ნაკრები. და აი სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ვის გაახლებდით თუ არა უკეთეს ცნობილ კალათბურთის სპეციალისტ ამაგდარ მოღვაწეს ქორქიების დიდი დინასტიის ღირსეულ და თვალსაჩინო წარმომადგენელ ბატონ ნოდარ ქორქიას. ბატონ ნოდარ, უპირატესად საღამოშვიდობის როგორ ბრძანდებით ამ ვაკხანალიასა და აი ხომ მეთანხმებით მართებული განმარტება ყველაფერზე საუბრობს კალათბურთის გარდა. აი პროფესიული კულტით მე ბოლო პერიოდში ხო პრაქტიკულად არათუ რაიმე სერიოზული პროგრამები, რაღაც ისეთი განცხადებები თქვა და აი რა ჭირდება ყველაზე მეტად ახლა ჩვენ კალათბურთს რა მდგომარეობაშია კალათბურთი, პროფესიული შეფასებები და ასე საომავლო პერსპექტივებზე თუ ვისაუბრებთ, აბსოლუტურად არაფერი ვართ რაღაც სამართლებრივ ჩარჩოს, ესე იგი მორევში ჩათრეული და მავანს ეძახის, მერე იქიდან აქეთ გამოძახილი როგორც ხდება, ესე გადმოძახილით მივდივარ და რა ხდება ბატონ ნოდარ? პირველ ყოვლისა მინდა მოვესალმო ყველა რადიო მსმენელს და თან ბოდიშიც მოუხადო რა. ბოდიში რატომ აქ მოსახდე? იმიტომ რომ რაც კალათბურთში და კალათბურთში 55 წელიწადი მაინც ვარ. ესე იგი არ ყოფილა ჯერ შემთხვევა რომ აი ესეთი სიტუაცია შექმნილიყო, რომ ერთმანეთში ჩხუბი რაღაცა ეხლა 2001 წელს ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, პირველი საპრეზიდენტო არჩევნები იყო, სადაც რამოდენიმე კანდიდატი იყო რა. და ეხლა თუ რაღაცა ყოფილიყო იქ ისეთი საშინელი ჩადენილი, მაშინ პირველ ყოვლისა მე არ უნდა ყოფილიყავი დღეს არც ფედერაციაში და არც იმ, მაგრამ შევახსენოთ მაშინ თქვენი ალალი ბიძაშვილი, ლეგენდარული სულგურთხეული ბატონი მიხეილ გოგია იყრიდა და სენსაციურად წააგო ბატონო მიშამ, თუმცა მაშინ არაფერი გაუპროტესტები, არაფერი ერთი კითხვა მაშინ ცხონებულმა მიშამ, ცხონებულმა ზურას ხო ადე საკო აქო ჩვენი ქართულ კალათბურთი ჩვენი ადგილი არ არის, ნუ ეს ცოტა სხვა გაგებით და სხვა იმით იყო, ყოველ შემთხვევაში არაფერი გაუპროტესტებია, შედეგები დაფიქსირდა და მოხდა ასეთი რამ, რომ გაიმარჯვა ვესელი პატილიანი და მე იმ პერიოდში ვიმყოფებოდი უკრაინაში, კიევში და რო ჩამოვედი, ახლა მიშიკოს დაველაბე, რა თქმა უნდა, გულგატეხილი იყო კაცი ზურაც და ასე შემდეგ. ახლა ეს არის 2001 წელი, ხო? იმის შემდეგ გავიდა 12 წელიწადი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. სამე რო ყოფილიყო არაკანონიერად გაკეთებული და უკუსლა ყოფილიყო ქართულ კალათბურთში, ალბათ პირველი მე ავტეხავდი ბურთს. იმიტომ თქვენ ყოველთვის ობიექტურობით და გამოირჩეოდით და ყოველთვის მიშიკო იყო. მიშიკოს და ბესოს შორის იყო, ხო? დავა და ბესო გაივარჯვა. რაც ეხლა ქართულ კალათბურთს შედეგი აჩვენა. ესე იგი, როგორ უნდა თქვა, რომ არაფერი არ არის გაკეთებული ქართულ კალათბურთში. აი მითხარით პირველ ყოვლისა სიტუაცია საიდან თავი ჩანს, ხო? თავი ქართული კალათბურთს არის ეროვნული ნაკრები. ეხლა ზოგი იძახის, რომ წინა ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევით მოხდა, იმიტომ რომ 8 გუნდით გაიზარდა რაოდენობა გუნდების, ხო? მაგრამ ჯერ ერთი იქ შეიძლება გასულიყვნენ, ხო? იმ ტურნირზე მოეგოთ ის ტურნირი გასულიყვნენ, ესეთი, მაგრამ მე ამას გავანებოთ კიდე თავი 12 გუნდში ხო მოხდა გუნდი. აალაპარაკა მთელი ევროპა, ხო? ავიღოთ ევროპის მოწინავე 12 გუნდში და აქ მე მსმენელს შევახსენებ, რომ ეს იყო მხოლოდ მეორე შემთხვევა
არა მარტო დამოუკიდებელი საერთოდ ქართული სპორტის ისტორიაში სათამაშო სახეობებში, ბურთიან სათამაშო სახეობებში, როცა ჩვენ ან სოფლიო, ან კონტინენტის ფინალურ ეტაპზე გავდივართ ეროვნული ნაკრების სახით. პირველი იყო რაგბი მსოფლიო თასზე და მეორე კალათბურთი. აი მესამეს ხო უკვე ოცნების დონეზე გვაქვს, თუ რომელი გუნდი მიაღწევს, ნუ რაღაც კალათბურთელებზე გვაქვს იმედი ფეხბურთში რაც ხდება ბატონოდარ და მსმენელსაც და კომაკსაც კარგად მოიხსენება და ესოდენ მართლაც უდიდესი წარმატება და აი მთავარი მაბადით გაგაწყვეტინეთ შიშით და წროლვით აი ყველა როგორც პრივატულ საუბარში ასევე საჯარო დაცხადებდა რომ პრაქტიკულად ჩვენ მივდიოდით განახევრებული კი არა 2/3 გარეშე რამე თუ NBA-ის ორი მონაწილის ხო დაერთო მანუჩარ მარკოიშვილი რომელიც ნომინანტის მდგომარეობაში იმყოფებოდა და ფუნქციაზე მანო ვერ თამაშობდა ფეხის სერიოზული ტრავმის გამო ის მოედანზე არც უნდა ყოფილიყო რეალურად ხო და ვიყავთ ესე იგი პრაქტიკულად აი ბატონო და სანამ ზანებდეთ აი ნებისმიერი ავიღოთ ყმადაღებული საფრანგეთის ნაკრები რა იქნებოდა ის ტონი პარკერის გარეშე ხო ერთი კაცი ვთქვა სამს არ ვიყო ავიღოთ თუნდაც ესპანეთის ნაკრები ეხა გამოაკელით ორივე გასოლები და რუბიო და ეხა რა დარჩება ესპანეთი არა კი სერიოზული გუნდი როგორ არ დარჩება მაგრამ რამდენად ხო სამი კაცი ორი NBA-შნიკი ეგრეთ წოდებული გუნდის ქარიზმატული ლიდერი ფაჩულია უნიჭიერესი თორნიკე შენგელია ფორვარდი თან ამპლუები ნახეთ ცენტრი ფორვარდი და მანუჩარ მარკოიშვილი კიდე გუნდის მეორე კაპიტანი ზუსტად ამის თქვა მინდოდა რა ლევანდელი ჩემპიონატი რო ავიღოთ საერთოდ მე ვთვლი რომ შვენივრად ითამაშეს ჩვენმა ბიჭებმა აი რაც ბრძანეთ თქვენ პრაქტიკულად ჯერ ესეთი იმაზე ვილაპარაკოთ რომ მეხუთე კაცს ეძებდნენ რამოდენი თვის განმავლობაში მეხუთე კაცს ხუთეულის ნუ ბოლო შეჩერდნენ ერთ პიროვნებაზე მაგრამ მაინც მოედანზე 4 ნახევარი კაცი იყო იმიტომ მან ვერ თამაშობდა მან თქვენ გახსოვთ თამაშები სადაც მანას 2 და 3 ქულა გაგზავნილი უხლე არ იშლებოდა ვერ იტვირთებოდა ვერ მოძრავდა და მარტო მანო არა მთელი გუნდი შერმადინი ავიღოთ სანიკიძე ავიღოთ ცინცაძე ავიღოთ ნებისმიერი ვინც გამოდიოდა ყველა იკლავდა თავს მოედანზე შეიძლება მე ლიჩნად არ ვეთანხმები ვთქვათ იმას რომ მეორე პლანზე გადაწიეს ცხიტიშვილი ნიკუშა ცხიტიშვილი რომელიც არის უნიჭერესი პიროვნება უნიჭერესი კალათბურთელი და პიროვნება საერთოდ რა არ ვიცი ძალიან მიყვარს ეს პიროვნება და მე ლიჩნად მქონდა ბედნიერება რომ ერთ ივარჯიშა ჩემთან ჩვენ პატარა დარბაზში სადაც არ ვიცი, მოკლედ ტალანტი, რომელიც მე ვთვლი რომ ვერ გამოიყენა ნაკრება ისეთ დონეზე, რაც მას ეკუთვნის. მაგრამ დანარჩენ მაინც ისე რომ გამოიყენებია, ვიქნებოდით 5 კაცი. არ ეწყინებათ ახლა დანარჩენ მოთამაშეებს ჯერ არ იყვნენ მზად, არ არიან მზად იმისთვის, რომ ვთქვათ რომ ტოპ მოთამაშეები იყვნენ ჩვენი ნაკრების. კი, პერსპექტიულები არიან, კი, მომავალი აქვთ, მაგრამ წარმოიდგინეთ, ისე იგი ხუთეულის რა სადარადო გამოსtildeება. ხო? სამი, ნუ პრაქტიკულად. ბიჭები თამაშობენ, ბიჭებმა აჩვენეს ძალიან კარგი თამაში. რო არ ჩავთვალოთ ბოლო ორი თამაში, სადაც უკვე კაფე აღარ ქონდა. რა თქმა უნდა, ეხა ესეთი სკამის უკოლობი შეხვედრა ჩეხეთთან. ადრე ჩვენ თამაშობდით, ტურებს თამაშობდით, 5 თამაში და 6 თამაში, მაგრამ ადრე იყო ცოტა უფრო ნელი კალათბურთი, ფიზიკურად უფრო ნაკლებად ჯანიანი ბიჭები გამოდიოდნენ, იმათთან ნაკლები ჭიდაობა გჭირდებოდა. კი, მეხანებსა ვეღარ უსრულთქავდით, ბატონოდარ, გახსოვდით, ხო, მესმის. საწალი ყურშა ქოქინებდა, ბურთი ვეღარ გადადიოდა, წამსოს ვაჩერებდით 25 წამში და ჭირდა ეხა 5 თამაში ჩვენ ვიყავით მიჩვეულები ამას და მერე წავიდა კალათბურთი ისე რომ უკვე როგორც ყველა ჩემპიონატი ტარდება თუ გინდა საქართველოს ჩემპიონატი თუ გინდა ლიტვის ჩემპიონატი თუ გინდა რუსეთის ჩემპიონატი ნებისმიერი ქვეყნის გარდა NBA-ს ეს ცალკე სამყარო არის კვირაში ერთი თამაში ტარდება ეროვნულ ჩემპიონატში და უკვე მოთამაშეები არიან ამ გრაფიკზე აგებულები და თუ გიწევს ამდენი თამაში ჩატარება თან არ დაგავიწყდეთ სეზონი ყველას უმაღლეს დონეზე აქვს ჩატარებული თავიანთ გუნდებში უმეტესად საზღვარგარეთ და პრაქტიკულად დაღლილები დატვირთულები ემზადებოდნენ ევროპის პირველობად მაინც მოახერხეს მე ვთვლი რომ ძალიან კარგად ითამაშეს მიუხედავად იმისა რომ შედეგი ჰქონდათ უარესი ვიდრე წინა ევროპის ჩემპიონატზე შედეგი და არა თამაშის ხარისხი აი ამას მინდა ხაზი გაუსვა ბატონო და როგორ ბევრი მინუსი დავინახე და აქ
ბევრი პლუსი დავინახე. აი უცებ გადავალო თვალი პოლონეთი გავანადგურეთ 84-40 ეს რაღაც საოცარი აი მართლა განადგურებ პოლონელები შემდგომ ხორვატებთან ბოლო წამებზე აი მართლაც დასანანი თან დასანანი ნამდვილად პრაქტიკულად ჩვენ 200 წელს ვეთამაშეთ რაღა ხორვატებთან კი თამაშია რაღა სლოვენიელებთან სლოვენიაში ეს იდენტურია გნებავ ზაგრებში ჩადი გნებავ ლიუბლიანაში თამაში არანაირი ასევე მასპინძელ ფავორი სლოვენიის ნაკრებთან კვლავ ბოლო წამზე წაგება სამი ესეთი თამაში მეორე შემადგენლობი და ეხა ბატონო და მე მინდა უბრალოდ სმენელს გავახსენო მეორე შემადგენლობა მაინც არ იყო უბრალოდ გვაკლდა რამოდენიმე მოდი შეიძლება ხო ცუდ აჯერს მაგრამ იცით როგორი მომენტია სამივე იმდენად მსხვილი ეხა ორი კაპიტანი აქედან ორი ემბეიშნიკი და მე უბრალოდ გავახსენებ სმენელს ეხა უბრალოდ იმ ნაწილ საზოგადოების რომელიც ასაკით არ მოსწრებია 70-იან წლებს რომ ჩვენ პრაქტიკულად აი 1960 თქვენ 79-დან შემობრძანდი თუ არ ვსწრები თბილისის დინამოში აი იმ პერიოდიდან მოყოლებული უკვე დაწყებული იყო კრიზისის ხანა და მიუხედავად იმისა რომ ორი ლეგენდა ყავდა გუნდში, ხო, ორივე ცხონებული მიშა გორკია და ზურა საგანდელიძე, ჩვენ სამწუხაროდ ის რესურსი არ აღმოგვაჩნდა, რომ სერიოზული მიზნებისთვის გვებრძოლა და მე საერთოდ ისე მდგომარეობაში აღმოჩნდით, რომ რას ვერჩით მოსეს და მარტო 40 წელი არა ამ კაცმა უთაბროში ქართული გაალბურთივით მხედველობაში, მაგრამ აღარ იზრდებოდნენ. ჩვენ და ტალანტები ნამდვილად ახლა თითო ორო და კაც სიმაღლე არ ხონდა პრაქტიკულად. სიმაღლე არ იყო და სიმაღლე არ იყო და აქედან გამომდინარე შეიქმნა მე უდიდესი პრობლემები და ის ოპოშნიანები და მილოვედები და ბოროდაჩევები, რომელიც ქართულ საზოგადოებას ბრილად რომ თქვა გულზე არ ეხატებოდა, კარგი ცხოვრებით არ იყო გამოწვეული. ამას რატო ვიხსენებ? ყველაფერს გავიდა თითქმის 40 წელი, ხო? აი სამ დიდი ოქროს თაობის და ოქროს გუნდის შემდეგ და მოდის აი ესეთი მშვენიერი თაობა და ვისმენ ასეთ განცხადებას, რომ თურმე ამაში ფედერაციას არანაირი წვლილი არ მიუძღვის. აქ მე ბატონებო ფედერაციის არც ვექილი ვარ, არც მხარდაჭერი და არც მეგობარი, მაგრამ ვაპატიე და ფედერაციის საქმიანობა ჯერ ნებისმიერ სპორტის სახეობაში, მათ შორის ბუნებრივია კალბურჩი, ფასდება, ბუნებრივია ნაკრების ეროვნული ნაკრების ხარისხიდან, მისი სახიდან, მისი რეალური მდგომარეობიდან და ვაპატიე ეს ხალხი უკაცრავად და სიდან ხო არ ჩამოწვევდა ან უცხო პლანეტელები ან ნატურალიზირებული ხო არ არიან და ეგება პლანეტის სხვადასხვა კონტინენტიდან მოვიძიეთ ეს ხალხი და უბრალოდ გვარია ხალხს მხოლოდ ქართული და რაღაცა სხვა ქვეყნებში არიან გაზრდილი რაღაცა ასეთი შტაბიჯდილება მრჩება ბატონო და როცა მესმის განცხადება რომ აი ამ ხალხის დაოსტატებაში და ზრდაში თურმე ფედერაციას არანაირი წვლილი არ მიუძღვის და ეხლა მინდა როგორც ცნობილ სპეციალისტს გამოცდილ სპეციალისტს კითხოთ ეს ხალხი სად გაიზარდა ბატონო და უბრალოდ იცი ლოგიკური კითხვა არა მე რასაც ვისმენ იმის კონსტანტინების და ერთი რაღაცის თქვა მინდა რა ეხლა 94-ში შეიქმნა პირველად ჩვენი ეროვნული ნაკრები იყვნენ არაჩვეულებრივი ბიჭები სტეფანია ბატონ ნაცრიშვილი და ასე შემდეგ ეხლა არ დავიწყებ ჩამოთვლას იყვნენ ახალგაზრდები, ძალიან პერსპექტიულები, მაგრამ არც ერთ გუნდს არ უნდა მაგათი აყვანა რა. სანამ ისინი არ ჩამოყალიბებოდნენ მოთამაშეებად ჩვენთან საქართველოში, მანამდე არავინ ხელს არ ახლებდა. იმიტომ რომ და ბერბო სამწუხაროდ ისეს დაამთავრა კარიერა, რომ სერიოზულ გუნდებში თამაშს ვერ ეღირს. მე მხედველობაში მაგ აი ევროპული გუნდები რასაც გვებძანეთ, ანუ ნუ ეხლა რისი თქვა მინდა? დღევანდელი ეხლა ყველა იძახის იმას, რომ საზღვარგარეთ არიან, საზღვარგარეთ ემზადებიან და იმის წყალობით. სანამ იქ გუნდში მოხდებოდნენ, არ არსებობს ვარიანტი საქართველოში უკვე დაოსტატებული მოთამაშე თუ არ იყავი, იქ არავინ არ აგიყვანდა. გინდ 2.15 ყოფილიყავი, გინდ 1.90 m. ამას არ აქვს მნიშვნელობა. იქ უკვე არავის არ აქვს დრო იმისა, რომ ინდივიდუალურად ავარჯიშოს მოთამაშეები. პრაქტიკულად თუ გნებავთ, აი თქვენ ალბათ ნიკუშა ცკიტიშვილთანაც ქონიათ საუბარი ზაზაფაჩულიასთან რამდენ დროს უთმობს ინდივიდუალურ ვარჯიშს მწვრთნელი რომელიმე NBA-ს ან ნებისმიერი პანათინაიკოსი ავიღოთ, ოლიმპიაკოსი ავიღოთ, მაკაბი ავიღოთ. არავინ არ მიიღებს პერსპექტიულ ახალგაზრდას. სანამ ის არ დადგება მოთამაშედ. ის რომ მოდის, ის უნდა იყოს მოთამაშე უკვე. და ეს ბიჭები არიან გაზრდილები აქ და მე აქედან წავიდნენ. ერთადერთი ნუ ზაზაფაჩულიაძე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადრე წავიდა. იმიტომ თურქეთში სკოლა დაამთავრა საბოლოოდ აქ დემირელის სკოლაში სწავლობდა, რამდენადაც მე მახსოვს და მე გადავიდა და იქ ჩამოყალიბდა. დანარჩენი მოთამაშეები აქ უკვე ათამაშდნენ და ისე წავიდნენ საზღვარგარეთ. მე იყო პირობების შესაქმნელი. გაიხსენეთ 95 წელი. პირველად ინგლისში რო წავიდეთ შესაჩევზე სათამაშოდ. ისე გაგეცინებათ, მაგრამ 10 დღით ადრე ჩავჯექი მანქანაში და ნახევარი კი არ მთელი საქართველოს მოვიარე ლონგი ჭელიძესთან ერთად.
იმისთვის რომ ფული გვეშოვა ბილეთების და საწევრო ფული იქ მონაწილეობის. აი ეს აღარ ახსოვს. ძალიან პერსპექტიული ბიჭები იყვნენ. ჩვენ რო გვეთამაშებთ, ამხანაგური თამაში ვის ვეთამაშეთ, იცით? ამხანაგური თამაში რუსთავის გუნდი ჩამოვიდა ჩვენთან, თან არასრული შემადგენლობით. მეტი საშუალება არ ქონდა გასვლის და სადღაც თამაშის. ჯანეტი ხუხაშვილი დარბოდა, რა ვიცი, გადაატრიალა მთელი მსოფლიო მეგონი და ერთხელ მოსკოვში მოახერხა ჩვენი გაშვება, იქ სხვათაშორის 4-დან 4 თამაში მოვიგეთ და უნგრეთში წაგვეოს. მეტი არაფერი არ მოხდარა. დანარჩენი ერთადერთი რუსთავის პრაქტიკულად მეორე შემადგენლს ამხანაგური თამაში ვეთამაშეთ წავით ევროპის პირველობაში. ეს იყო ბალია დავიდა ბოლო. ხო იყვნენ ძალიან პერსპექტიული ბიჭები რა. ნუ ვერა რა, სადაც პირველივე თამაში პოლონეთთან 20 ქულით წავაგეთ, მე სანამ აზე მოვედით, საერთოდ ევროპის კალათბურთი რა არის არ ვიცოდით, არ გვინახია, მაშინ არ იყო ასეთი ინფორმაცია, როგორც ეხლა შემოდის ახ. გავედით, შემდეგ ეტაპზე გავედით, მაგრამ იქ უკვე ვეღარ გავკაჩეთ. ეხლა ნელ-ნელა პირობები მცველებს მაგალითად ხელფასი საერთოდ არ ქონდა. ორი წლის შემდეგ 50 ლარი დაგვინიშნეს მე და ბესული პატენს. ხო, გეცინებათ ხო? ჩვენც გვეცინებოდ. მაგრამ ასეთი სიტუაცია იყო. 2001-მდე თუ გახსოვთ, სად მოვჩანჩალობდით ჩვენ ნაკრები, ჩვენი ეროვნული ნაკრები. ისე კი სადაც კი მივიღეთ მონაწილეობა, ყველაფერი წავაგეთ, ხო? ნელ-ნელა წავიდა, ეხლა და მაშინ კომაქს უკვე პირველად გავუხდა, მაგრამ ბესო და მაგის გარშემო ვინც იყო გუნდი, იმათმა იმუშავეს იმაზე, რომ პირობები რამენაერად წინ წავსულიყო. და ეს შედეგი დღევანდელი ეროვნული ნაკრები არის სახე. რა თქმა უნდა, და დღეს მაგალითად, რა თქმა უნდა, დადგა უკვე დრო იმისი, რომ ამ პირველი ნაკრების გარდა კიდე დანარჩენი ახალგაზრდული ნაკრებიც წამოვიდნენ. უფრო რაღაცნაირად ქალების კალათბურთის განვითარება აუცილებლად უნდა მოხდეს კიდე. ამის გარდა კიდე რაღაცნაირად უბიძგოთ ამ გუნდებს სხვათაშორის ფედერაციის ძალაუფლება არ მოქმედებს. ბატონო და რაიმე თქვენებართით ეხლა სამწუხარო სარეკლამო უცილობელი ჭრა და ყველა საინტერესო თემაზე ვჩერდებით, აი თქვენ უკვე ბრძანეთ ყველა ის მნიშვნელოვანი რაც უნდა გაკეთდეს. აი ცოტა უფრო ცლა თქვენებართით, აი თუ რა პერსპექტივებს ხედავთ, აი რა პირველი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის თანავე, რომ ჩვენ ჯერ ერთი მინიმუმ რაც მიღწეული გვაქვს შევინარჩუნოთ და არ დავგარგოთ და მე ელემენტარულად განვითარდეთ, მით უმეტეს იმ პირობებში, რომ არც დღეს ულხის ქართულ კალათბურთს და დღესაც სამწუხაროდ მწვავე ფინანსურ კრიზისშია მხედველობაში იმ დღევანდელი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ყოველივე ამის შესახებ ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი გადაცემის სტუმარი ბატონ ნოდარ ქორგიასთან ერთად რამდენიმე წუთში დაგვიბრუნდები და მეორე ნაწილს საკმაოდ საინტერესო ისეთ ხოჭით გახსენება და გამეორება ცოდნის დედაო და აი ამიტომ თხილად უნდა ვიყოთ ანუ იმ ხრივ რომ მაინც და მაინც ჩვენ ისტორიულ ამ გენეტიკურ ქართველობას შური ბოღმი და ღვარძლით მაინც და მაინც ნულ ვცდილობთ იმის ბოლომდე განადგურებას, რაც რაღაცა თითოეულა რაღაც მიღწევა გვაქვს და იმას მაინც გავუფრთხილ და შევნაჩვენოთ და საკმაოდ საინტერესო პატარა ისტორიულ ჩანარს გავაკეთებთ თქვენი მონამორჩილი ეს კი ყოველივე რამდენიმე წუთის შემდეგ. დაუთმოთ დრო ქართულ სპორტს. სპორტ ტაიმი. რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად. ვაგრძელებთ ძვირფასო მეგობრებო ჩვენს სპორტულ ტოქ-შოუს სპორტ ტაიმს გამოაგზავნეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 91778 SMS გზავნილის ღირებულება შეადგენს თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასს SMS სერვისით რადიო იმედის უზრუნველყოფს კომპანია SMS Go www.sms.g ტელეფონი 219 40 14 219 თქვენთვის ყველა საინტერესო ინფორმაცია ხსენებულ მისამართზე მაშასე ძვირფასო მეგობრებო ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ლეგენდარული ქორქიების უდიდესი დინასტიის თვალსაჩინო წარმომადგენელი ცნობილი კალათბურთელი და სპეციალისტი ბატონი ნოდარ ქორქია. ბატონო ნოდარ ჩვენ საკმაოდ საინტერესო თემაზე შევჩერდით თქვენ დაიწყეთ საუბარი თუ რა ჭირდება უახლოეს პერიოდში ქართულ კალათბურთს მაგრამ თქვენი ნებართვით ვიცი ეხლა ჩემი გადაცემის სტუმარი ნამდვილად გამიბრაზდება მაგრამ მე ვერ მივცემ საკუთარ უფლებას რომ ეს არ გავაჟღერო და არ გავაკეთო ეს პარალელი რატომ იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ჩვენ გვაქვს ეს ნიჭი სამწუხაროდ აი წყალებში გაგებით რომ მოვსპოთ ის რაც გვაქვს აუცილებლად შექმნილი ეს ისტორიულად დასახდება ვერ ვიტან საერთოდ აი ელემენტარული პარალელი დღევანდელ და სადღაც 50 წლის წინანდელ კალათბურთზე ხო ჩემპიონთა თასი ეს არის მართლა წარმოუდგენელი ღმერთმა ქნას რა ვიცი ბატონო და რამდენი თაობა ჭირდება რომ ჩემპიონთა თასის მოგება კი არა თუნდაც მეოთხედ ფინალში გავიდეს რომელიმე ქართული კლუბი კალათბურთის უმაღლეს ევროტურნირზე მისი შემოქმედი და სული შემდგენი ბატონი ოთარ ქორქია
ხო წარმოგიდგენთ ეხა ევროპის სამზის ჩემპიონი, ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ვისა ჩემპიონი, კაცი ლეგენდა და ბოლოს ხოჩერს ბატონო და საკმაოდ მოსწრებული ისეთი არ არის სამწუხარო რეალური არათუ მოსწრებული გამოთქვა რომ ვერაფერი მონახეს თავისი შექმნილი გუნდიდან გაუშვეს ორი ადამიანი ბატონი ოთარი და დაბლაგებელი. კი არ არის ეს გადაჭარბებული ის და შემდგომ უკვე როცა სპორტის სასახლეს დადგა საკითხი სავსებით მართებულად იქ სადაც მართაც დაიბადა და შეიქმნა ეს ყველაფერი რომ ბატონი ოთარის სახელი მიენიჭებინათ ხო აქ სახელის გარდა უამრავი რამ იყო და ბატონი ოთარი მოხსენებათ ქუთაისელი გახლა ძირეული წარმომავლობით და იუმორთან საკმაოდ ახლოს ის მეგობრული ადამიანი და ასე მავას რაღაც ობივაწელების უბრალოდ ჩინოვნიკების ნაწილს პირდაპირ კითხა კიდეც ესეთი ბანალური შეკითხვა დავუსვამ ხოლმე ერთი კითხვა მოგუკაცრავ მამჩები საერთოდ კალათბურთს თუ თამაშობდა შემდგომ მიხეილ ქორქია ბატონი ოთარის ალალი ბიძაშვილი ლეგენდა ქართული კალათბურთის ოლიმპიური ჩემპიონი ევროპის ჩემპიონი ვინის მხრებზეც გადაიარა ის და სავსები დიდი დამსახურება და ლომის სტილი რომ ქართული კალათბურთი მაშინ არ დაიშალა მე აღნიშნე კიდეც და ხშირად აღნიშნავდა ეს ახსოვს ჩემთა წინათაობას თუ რაოდენ სერიოზული საკადრო პრობლემები ჰქონდა და არ იზრდებოდა ის თაობა რომელიც ღირსეულ წინააღმდეგობას გაძლევდა მაშინ არაოფიციალურ ევროპის ჩემპიონატზე ახლა ბატონო და რა ხდება მესმის რომ თორმე რაღაც ბატონი ოთარ ქორქიას პიროვნებას პროფესიონალისთან დაკავშირებით რა უნდა ამას კალათბურთში ხარ თლად ასე ვერ ამობენ მაგრამ რაღაც ასე გამოდის და ახლა ბატონო და ეს რა არის ბედისერა ეს საზოგადოება ნახევარი საუკუნე გდევნის თუ აი ეს მაბატიეთ მაგრამ სასაცილო ამაში არაფერი არ არის ნამდვილად თუმცა ამას მაინც დამეთანხმეთ გარკვეულწილად იუმორის გარეშე ვერ შეხედავ თუმცა რაც გავაჟღერეთ სამწუხარო ძვირფასო მეგობრებო ეს არათუ რეალობა ეს კიდე ის იმის მცირედი ნაწილია აი უარყოფითი ძალიან ცუდის და აუგის რაც სურსუკა ხდებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და რატომ მოვყევი ყოველივე ეს იმიტომ რომ თუ ჩვენ არ გაუფრთხილდეთ ჩვენ ამ მონაგარს ასე სიმწრით ნაშენებ მონაგარს და ვიღაც ჩინოვნიკს რომელსაც სურს ხოლმე ფედერაციის და ვერ გავიგეთ ვერავი რა უნდა რისი გაკეთება უნდა და კავშირმა არ იცის და ამას გადავაყოლეთ ყველაფერი და ასე შეურაცხავით უცებ შეიძლება რომ უარი იცით რა არის სამინისტრო კი არ განაცხადოს ფედერაციის დაფინანსებას. აი ნაკრების რამდენიმე წევრმა შეიძლება იუაროს მიიღო შეურაცხყოფა და არის ამის შესახებ. აქ მერთმან უკრას და აი მე სად მივდივართ. ანუ ვისაა გუფლება ქართული კალათბურთი ესოდე რუდუნები და სიმწრით ნაშენები ასე ერთი ხელის მოსმით წყალში გადაყვართ. და ბატონო და რა სიტყვით ყოველი ამის შესახებ. ისე იგი გამოვრიცხავ არ არსებობს ვარიანტი, იმიტომ რომ რა სიტუაციაც არ შეიქმნება ამ კალათბურთის გარშემო ესე იგი ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს სულ ყველას ვეუბნები ეს მარტო მოთამაშეებს კი სულ ყველას აი ყველა იმ კანდიდატს რომელიც იღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენ თავს არ ვეკუთვნით ჩვენ ვეკუთვნით საქართველოს და ღირსება საქართველოს ღირსება უნდა დავიცვათ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ის რომ ეს საქართველოს გაიჟღეროს ძალიან მაღალი ტრიბუნიდან საკალათბურთო ტრიბუნიდან და არავის არ აქვს უფლება აბსოლუტურად არც ერთ პიროვნებას, არც მოთამაშეს, არც ჩინოვნიკს, რომ ეს დაივიწყოს. და მეაყენო შეურაცხყოფა, ამი ჩვენ გვაყენებს ბატონო და კომაქს გვაყენებს, გამოდის რომ უკაცრავად ყველა ეხა არ მინდა მე ნორმატიულ ლექსიკას გავშლი გულშემატკივარ. მოვიხადე მე თავიდან და რომ იმიტომ ამ სიტუაციის გამო რაც ხდება, იმის მაგივრად, რომ ყველა, აბსოლუტურად ყველა კანდიდატმა წარმოადგინოს თავის პროგრამა, გააცნოს ხალხს, შეხვდეს თავისი ხედვა, ხვალინდელი დღე, პერსპექტივები. აქ მიდის რაღაც მიდის ბრძოლა, რომელიც რაღაც აბსურდამდე მიდის. რადგან როგორც შეიძლება თქვათ ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობამ ჩათვალოს, რომ მოქმედი სახელმძღვანელო ჩვენ რაც გვაქვს ახლა დებულება არანაირად არ არის საარჩევნო პროცესს გულისხმობ. ხო, არანაირად არ არის კანონს. და არც საქართველოს კანონმდებლობას არ გვაქვს, არც ფიბას კანონმდებლობას დაიკითხეს ძალიან დაკვირვებით. რამოდენიმეჯერ გადაიკითხეს, ვერც ერთი პუნქტი ვერ ნახეს. კი, მაგ იმაში რაღაცების შესაძლებელი, როგორც კალათბურთის განვითარებაში, რა დონემდეაც მივიდა დღეს და უკვე აღარ არის საკმარისი ეს უფრო დიდი შრომა არის ჩასადები კალათბურთში და უფრო მაღალ დონეზე უნდა ავიყვანოთ, ხო? იგივე არის დებულებაშიდაც უკვე უნდა დავხვეწოთ, მაგრამ როდესაც არის ლაპარაკი იმაზე, რომ FIBA იძახის, რომ ეს არავითარ შემთხვევაში FIBA არასოდეს არ იძახის, რა უნდა გააკეთო. ის რჩევას გაძლევს.
და ერევა იმ შემთხვევაში თუ არის დარღვევა. და როდესაც არის ლაპარაკი, რომ სასტრაფოდ შეცვალეთ დებულება და ისე იგი ახალი იმით ვიხელმძღვანელოთ, ეს შეუძლებელია რატო? აი ეს რჩევებს, რასაც იძლევა FIBA, ის 18% კი არ არის, ის არის 350%. იქ ძალიან ბევრ სფეროს ეკიდება იმან. ის არის დასამუშავებელი როგორ იცით? აი ძალიან თვითონ FIBA-ს წევრიც ალბათ იქნება ჩამოსაყვანი ან პიროვნებები იქ უნდა წაბძადენ და იქ გაესაუბრონ, რომ საბოლოოდ წესდება მივიღოთ ისეთი, რომელიც არ დაარღვევს არც ერთ კანონს. FIBA ისევ და ისევ რჩევას მოგცემს. არავითარ შემთხვევაში ბრძანებით, იმიტომ რომ სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვანაირი ხალხი ვართ, სხვადასხვანაირი ტემპერამენტი გვაქვს, სხვადასხვანაირი თუ დგებით, სხვადასხვანაირი ფინანსური მდგომარეობა გვაქვს. არ შეიძლება რომ სულ ყველას უთხრან, რომ შენ აი ამ რამკებში უნდა ჩაჯდე. არავითარ შემთხვევაში რა. ბატონო და გარდა ამისა, მაბადია დიძეთ მე ხა არავის, რა თქმა უნდა. ნეტა, ეხა ის ხალხი რო შეურაცხყოფას აყენებს საზოგადოებას, არა მარტო საგალბურთო და სრულიად ქართულ სპორტულ სამყაროს, ხო? მე რა თქმა უნდა, ჩემ თავს არასოდეს არ მივცემ, ვერ კი არა არ მივცემ ამის უფლებას, მაგრამ ერთი რამ მინდა გავაჟღერო, როცა ერთი მხარე, აი რაღაც კონკრეტული ჯგუფი ითხოვს, რომ აი ჩემ თარგზე მინდა მოჭრა, აი მე მიმაჩნია ასე და მე ასე გავაკეთო, კი ბატონო, ლეგენდარული მართაც ლეგენდა, ეხა დამოუკიდებელი ქართული მასში სივრცეში თავისი პროფესიონალიზმით, სერიოზულობით და პატიოსნებით გოჩა სვანიძე, ხა გოჩა სვანიძის რეკომენდაციით იქნა უშუალოდ რეკომენდაციით კი არა მისი უშუალოდ ხელმძღვანელობით იქნა შემუშავებული საარჩევნო პროგრამა, რომელიც როგორც თქვენ ზანეთ არაფერს და არც ერთ იმას არ ეწინააღმდეგება. კი ბატონო, იქ რაღაცები, მაგრამ თავარი იცით ისეთი, კი ბატონო, საინტერესოა ამ ჯგუფმა წარმოადგინა საკუთარი თავი, რომ ვინ ახართ ხალხო, რა გაქვთ ქართული კალათბურთისთვის კი არა საერთოდ გაკეთებული ეხა ხო? ნუ ისეთი მომენტი იქ არის კი ბატონო, ორი ლეგენდარული კალათბურთელი. ოღონდ ერთისგან რაც მოისმინა საზოგადოებამ, რომ მაიცავ რა, ნუ ცოტა ასაგოვანია, რომ ეხა 12 წელი იყავი, აღარ გინდა წასვლავ და მეორე დუმს გოლია ერთი ორი სიტყვა გითხარი გოლ ხაჭები ნაპარუსლოვ ერთი რა უნდა გაგვიკეთოთ გითხარით ხალხო სერიოზულად ბაბო ამაზე საწყენიერი და ბატონო და ერთი აი საგანგაშო კიდე ერთი მორიგი შეურაცხყოფელი რომ თურმე ქართული კალათბურთის ავკარგიანობა განისაზღვრება FIBA-ს მოქმედი რეიტინგი მე არ მინდა ეხა ფეხბურთზე გადავიდო ამის დრო არა გვაქვს ჩვენ და პარალელურად გავაკეთო რომ იქაც იმდენი მსგავსი ლაფსუსი და აბსურდი გააკეთა FIBA-მ და აი ხა ნახეთ FIBA-ს რეიტინგში ვარ 53-ზე არ გაგიჩნდეთ გული უბრალოდ მე ჩამოგითვლით ეხა ძალიან მოკლედ რამდენიმე ქვეყანას და საერთოდ ის ქვეყნები როგორ არიან კალათბურთთან უკაცრავად საგალბურთო ენაზე ბოდის მოვიხდი სპორტულ ენაზე ქალაქურად რო თქვა ბურთს და კალათს დავახევ თავზე არ გჯერა და აიხავო გეტყვით რა ქვეყნები ვითომ გვისწრებენ ეს არის კორეა, პანამა, ყაზახეთი, ბელგია, პორტუგალია, პარაგვაი, ეგვიპტე, ჩინეთის ტიბეტი, კამერუნი, ყატარი, ირანი, სენეგალი, ფილიპინები, ლიბანი ერთ საინტერესოა რა ამათ ბატონოდან მე ეხა 40 გულაზე ნაკრებს ეხა ჩამოთვლილი გუნდებიდან ბიჭებმა რომ სერიოზულად ითამაშონ ბევრი წარმომედგენია რომ რომელიმე გუნდი ანუ რისი თქმები მინდა დალოცვილო როცა აცხადებ რომ FIBA-ს რეიტინგში ამ ადგილზე ხარ ეს ხო იცი რომ ფალსიფიცირება ეს არის ფალსიფიცირება და არა რეალური ამასაც სარგებლობ და ამით შეურაცხყოფას გვაყენებ მე ხა გამოდიო როგორც ელემენტარული კომაგი არ ჟურნალისტი პიროვნება გამოდიო და მე ბედნიერი ვიყავი რომ მე ევროპის ჩემპიონატზე აი კალათბურთში ვარ 75 წლიდან და ვნახე ის გუნდი რომელზეც ვერ ვიოცნებებდი ვნახე უმაღლესი კლასის გუნდი მიუხედავად იმისა რომ პრაქტიკულად გუნდს 3 წამყვანი მოთამაშე არ ყოლდა და ვისა აქ იმის უფლება რომ ეს განაკეთოს ხო და ესე შემეძლო ეს რა გუნდია რა თქვი რა გუნდია ბატონო და რა ვქნათ ეხა რა აი იცით და თქვენ ახსენეთ ის ორი ლეგენდა კალათბურთელი მე უდიდეს პატივს ვცემ ბატონ გურამბიაშვილს და ყველა აბსოლუტურად კი ბატონო მაგრამ საკალათბურთო სამყაროში მე არ მეგულება პიროვნება ვისთანაც არ მქონდეს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ყველა არის ჩემი მე ვთვლი ასე პატარა არის თუ დიდი ყველა არის ჩემი ძმაკაცი ზოგი უფროსი ზოგი უმცროსი ძალიან დიდ პატივს ვცემ სულ ყველას აბსოლუტურად რა და ერთ სიტყვას გადაბრუნებულს ვერც ვიტყვი და არც ვაკადრებ. ეხლა მაგათი მოსაზრება არის. ესენი ფიქრობენ სხვანაირად. შეიძლება სხვა ინფორმაცია აქვს. თუ არა მე რა ვთქვი იცი პროგრამაზე ილაპარაკო მომავალ გეგმებზე ილაპარაკო ახამდე მივდივარ რა. არ არის გამორიცხული რომ ესე იგი რაღაც სრულ ინფორმაცია აქვს მიღებული რომელსაც ნუ ვერაღი თქვეს არ წაუკითხიათ თვითონ არც წესდება წაუკითხავთ ნუ შეიძლება არ ქონდათ საშუალება ან უბრალოდ ტექსტი არ ქონდათ ეხლა ეს არის მაგათი საქმე რა მაგრამ მე უბრუნდები კანდიდატებს კიდევ ერთხელ რჩევა კიდევ ერთხელ თხოვნა
ნუ გახლიჩავთ კალათბურთს რა საკალათბურთო სამყაროს ერთი ოჯახი ვიყავით და ვიქნებით რაც უნდა ვინმე გააკეთოს მაინც ვიქნებით ერთი ოჯახი და მოემსახურებით კალათბურთს ჩვენ ბოლო წუთამდე სიცოცხლეს რა წარმოადგინონ პროგრამად და უკეთესი პროგრამა ვისაც ექნება და ვინ ვის ენდობა კიდე მარტო პროგრამის გარდა აქ არის დობის ფაქტორი რა თქმა უნდა ისეთი რაღაცები ეხა შეიძლება მე დავდო საოცარი პროგრამა და მენდობით ბადონო და მე ხა იმ გაგებით ვამბობ მე ხა ჩემგან ეხა აი ესეთი მომენტია რა ეხა ძალიან ძნელი მომენტი გვაქვს ჩვენ იმიტომ რომ ვითომ და ჟღერს ის თანხა რასაც რამოდენჯერ გააჟღერა ბატონო რესო ლიპარტელიანმა 2.5 მილიონი ლარი მაგრამ დამიჯერეთ ეს 2.5 მილიონი ლარი სასაცილოდ უბრალო საშუალო ევროპულ გუნდს არ ყოფნის წელიწადში რა თქმა უნდა ბატონო კალათბურთზე დადებული ეხლა არის ჩასადები რანაირი გარდა იმისა რომ არის ისე იგი ქალთა კალათბურთი ამოსაწევი ძალიან მაღალ დონეზე ასაწევი ვაშთა კალათბურთი, პატარების კალათბურთთან ერთად გულისხმობ, უკვე მარტო ნაკრები კი არა. ამის გარდა ძალიან დიდი ფინანსები არის მოსაზრდი. ისე იგი იმდენად უნდა ვასახელოთ საქართველოს რომ უცხოელებს თუ ქართველებს არ აქვს ამის საშუალება, უცხოელებმა ჩაადონ ფული განვითარებაში, იმიტომ ამ ფულით თქვენ რაც ბრძანეთ ჩემპიონთა თასის ჩემპიონთა თასზე ვიოცნებთ, როდის უნდა ვიოცნებთ, როდის იცით? როდესაც ჩვენ არ გვექნება ესეთი ზღვარი ერთმანეთში CSKA-ს, რომელსაც ხშირად თქვენ ალბათ გახსოვთ სპორტის სასახლეში უგებდეთ და მაშინ თუ 100 მანეთი იყო სხვაობა ჩვენ შორის, ხო? 5 წლის წინ მოსკოვის CSKA-ს 50 მილიონი დოლარი ჰქონდა ბიუჯეტი. დღეს აქ გაცილებით უფრო დიდი. და აი ეს სერიოზული თანხები და სერიოზული მიდგომა. მუშაობით და არა ჩხუბით ერთმანეთში. წესიერით, გონივრული მოიტანეთ დადები პროგრამა თუ მისაღები იქნება ყველა არავინ არ არის ტელეკალათბურთი. ბატონო და რაი დარჩა სულ 2 დღე პირადად მსმენელს ობივაძელსაც საზოგადოებასაც და მათ შორის თქვენ მონამოლჩილისთვის აბსოლუტურად ნაკლებ მნიშვნელოვანია ვინ იქნება პრეზიდენტი, მთავარია ვინ იქნება პიროვნულად მთავარია ვინ გააკეთებს რაც ბატონო მდოდარმა ბრძანა საქმე აუცილებლად უნდა გააკეთდეს და პირველ რიგში უნდა შევინარჩუნოთ აი ის რისი მონაგარიც არის საქართველოს ეროვნული ნაკრები რითაც ამაყობს და ელემენტარულად რა არის სპორტი ბატონო და ეს უპირატესად სანახაობრივი მიდიხარ რომ წავაგო სიამოვნებს ხო ყველა ჩვენთანგანს ამ გუნდის ხილვა და არ შეიძლება ასეთი მიდგომა და დამოკიდებულება ბატონებო ასე რომ ვერც და არც გადააყოლებთ მერწმუნეთ, აი ამაში ღრმათ მეწმუნეთ, იმიტომ რომ კალათბურთი ეს არ არის რომელიმე კონკრეტული ჯგუფის, ვინც არ უნდა იყოს, ეს არის სრულიად ქართული საზოგადოების, მე მინდა ბატონო და წარმატება გისურვოთ და ვისურვოთ რომ ყველაფერი სამართლიანად, რაც თავარია მშვიდობიანად და ასევე უკვე საომავლო პერსპექტივით დასრულებაზე, დამდეგ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენი დღევანდელი გაცემის სტუმარი კი ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი და მსვლელი ბატონი ნოდარ ქორქია გახდათ. წარმატება და მარცხი, მიღწევები და პრობლემები, პროფესიონალ ექსპერტთა ანალიზი და მოსაოდნელი შედეგების პროგნოზი, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები. დაუთმო დრო ქართულ სპორტს. სპორტ.com რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად.